მახობელ აღმოსავლეთში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ამ წუთებში კატარმა და გაერთიანებულმა არაბეთის ემირატებმა გადაწყვიტეს იმოქმედონ შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლად და საკუთარი მოთხოვნები წაუყენეს ირანს. აბსოლუტურად უგულებელყვეს დონალდ ტრამპის შეთანხმება თეირანთან. კატარი საერთოდ თავის თამაშს თამაშობს და სულ უფრო მეტად ჩანს, რომ სწორედ დოხა ხდება რეგიონში საკვანძო მოთამაშე, რომაც შეიძლება შეერთებული შტატები ირანთან ომში ჩაითრიოს. ამ გამოშვებაში განვიხილავთ, რატომ ვაკეთებს სწორედ ასეთ განცხადებას. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ კატარის ასეთი პოზიცია შეიძლება სუპერ გამოსადეგი იყოს ისრაელისთვის. ამავე დროს ემირატები აშშ-ოსგან მოითხოვენ, რომ ირანს აიძულონ ფინანსური კომპენსაცია გადაიხადოს მიღენებული ზიანისთვის. მათ მიაჩნიათ, რომ ირანმა უნდა გადაუხადოს მეზობლებს თავისი დარტყმებისთვის და არა მსოფლიომ შექმნას ირანის აღდგენის საინვესტიციო ფონდი 300 მილიარდი დოლარის ოდენობით. მაგრამ თამაში ბევრად უფრო საინტერესოდ ვითარდება, რადგან თავისი ადგილის დაკავება თურქეთსაც სურს. დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ-ში საბოლოოდ დაამტკიცებს ანკარისთვის F-35-ის გამანადგურებლების ძრავების გაყიდვას, რასაც შეერთებული შტატები მრავალი წლის განმავლობაში არ აკეთებდა. დღეს სტუმარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. სპარსეთის ხურის მონარქიებს არწმუნებდა, რომ აშშ-მ ირანთან ომში გაიმარჯვა. და კერძოდ ყველაფერი კვლავაც ამერიკის მიერ არის გარანტირებული. შედეგად აშშ-მ და სპარსეთის ხურის ქვეყნებმა დღეს გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრის შედეგების შესახებ. და მაშინ ნათქვამია, რომ არაბული სახელმწიფოები ირანისგან ითხოვენ ფაქტობრივად იმავეს, რასაც ისრაელს. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ბირთვული, არამედ სარაკეტო პროგრამის ლიკვიდაციას. ასევე სრულ განიარაღებას და თეირანის მიერ რეგიონში მის ყველა პროქსი ძალის, როგორიცაა ჰიზბალა, დაფინანსების შეწყვეტას. და ახლა ისრაელი ამბობს, რომ ასეთი სცენარის შემთხვევაში ის მზად არის გაიყვანოს თავისი ჯარები ლიბანიდან. გარდა ამისა, არაბებმა აშშ-ს მოსთხოვეს უზრუნველყოს ირანის მიერ მათი ყველა მოთხოვნის შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ გამოყოფენ თანხებს იმ ირანისთვის განკუთვნილი საინვესტიციო ფონდისთვის 300 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომელიც დონალდ ტრამპმა დაპირდა ირანს ურთიერთგაგების მემორანდუმში. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. არის კიდევ ერთი პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც ტრამპისთვის ძალიან რთული იქნება. საქმე იმაშია, თუ როგორ გააუქმოს ყველა სანქცია ირანის წინააღმდეგ, რომლებიც 80 წლის განმავლობაში დაწესდებოდა. და აი, ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ამის გაკეთება უკიდურესად რთული იქნება, მხოლოდ პროცედურულადაც კი. მე ვქვი ალექსეი პეჩი, დღეს კალენდარზე 25 ივნისია. მოდით ერთად შევაჯამოთ ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა ამ წუთისთვის. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ გამოშვებას ქვემოთ. მაშ ასე, აშშ-ში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს ცდილობდა დაერწმუნებინა სპარსეთის ხურის ქვეყნების მონარქები, რომ აშშ-ში გარიგება ვიდეოსთან ყველასთვის მომგებიანია. მაგრამ შეხვედრა ამასთან ყველა არ ეთანხმება. პირველ რიგში კატარი და გაერთიანებული არაბეთის ემირატები არ ეთანხმებიან. გუშინ მარკო რუბიო აბუ-დაბიში ემირატების ხელმძღვანელობას შეხვდა. ოლაპარაკებების დროს აშშ-ში სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ ამერიკა აპირებს გააგრძელოს არაბული ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ირანის თავდასხმების შედეგად ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან. დღის წესრიგის ცენტრში ასევე იყო ძალისხმევა ჰორმუზის სრუტის სრული და უსაფრთხო ტრანზიტის უზრუნველსაყოფად. ამის შემდეგ მარკო რუბიო გაემგზავრა ქუვეითსა და ბაჰრეინში, რომლებმაც ასევე მიიღეს ირანული რაკეტებისა და დრონების ძლიერი იერიში. როგორც აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, ახლო აღმოსავლეთის ვიზიტის მიზანი იყო ის, რომ მარკო რუბიოს ვიზიტისას ქუეითმა და ბაჰრეინმა ასევე მიიღეს ირანული რაკეტებისა და დრონების ძლიერი იერიში. მოკავშირეების ინფორმირება ირანთან დადებული შეთანხმების სარგებელზე, რომელიც 17 ივნისს გაფორმდა, თუმცა მარკო რუბიოს მისია საკმაოდ რთული აღმოჩნდა და მას ხშირად უხდებოდა თავის მართლება მოკავშირეების წინაშე. რუბიომ შეეჯახა იმ ფაქტს, რომ აბუ-დაბიში მას დაითვეს დონალდ ტრამპის გარიგების მიმართ პრეტენზიების ჩამოთვრა. ემირატებმა მოლაპარაკებების დროს სახელმწიფო მდივანთან მიანიშნეს, რომ მას დაიწყეს დონალდ ტრამპის გარიგების მიმართ პრეტენზიების ჩამოთვრა. უნდა აუნაზღაუროს ემირატებს ომის დროს მიყენებული ზიანი, რომელიც მილიარდობით დოლარად არის შეფასებული. პირველ რიგში ეს არის პირდაპირი ზიანი, რაც მოიცავს სამოქალაქო ობიექტების, სასტუმროების, აეროპორტების, პორტებისა და სხვა მრავალი ინფრასტრუქტურის განადგურებას. მეორე მხრივ ეს არის არაპირდაპირი ზიანი, რომელიც გაერთიანებულ არაბთა ემირატებს მიადგა ჰორმუზის სრუტის გავლით საზღვაო ვაჭრობის შეჩერების და სხვა მიზეზების გამო. მაგალითად, ინვესტიციები იმავე დუბაიში ოდნავ შემცირდა, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხალხმა იფიქრა, რომ იქ უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. დუბაისა და აბუ-დაბის პორტები მსხვილი სავაჭრო კვანძებია, რომლებმაც ასევე დიდი ზარალი განიცადეს რეგიონული კონფლიქტის ფონზე. და ემირატებმა თითქოს მიანიშნეს, რომ
თუ დონალდ ტრამპს გონია, რომ შეიძლება ასე უბრალოდ ახლა ომი დასრულდეს, ჰორმუზის სრუტე გაიხსნას და გამოაცხადოს, რომ ეს გამარჯვებაა, ძალიან ცდება, რადგან აბუ-დაბიში მთელი ომის განმავლობაში ზარალებს ითვლიდა. და ახლა ემირატები მოითხოვენ არა მხოლოდ ირანის დასჯას, არამედ ასევე მოითხოვენ, რომ ირანმა აუნაზღაუროს ყველა ის ზარალი, რაც მათ მიიღეს. და ემირატები ამბობენ: ჩვენ ბოლომდე ვერ ვიგებთ, რა მშვიდობიანი შეთანხმებაა ეს, რომლის შედეგადაც ირანი საერთოდ არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას. იმაზე, რომ თქვენი პარტნიორები, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორები, ასეთი დიდი ზარალი გამიცადეს. უფრო მეტიც, ემირატები ითხოვენ, რომ დონალდ ტრამპმა ირანისგან მოითხოვოს შეთანხმების პუნქტები, სადაც ირანი აიღებს ვალდებულებას, არ შეუტიოს თავის მეზობლებს და მომავალში არ შეუშალოს ხელი გემების გავლას ჰორმუზის სრუტეში. ეს პუნქტი უნდა დამტკიცდეს გაეროს უშიშროების საბჭოს დონეზე. იმ შემთხვევაში, თუ ირანი დაარღვევს ამ წესს და მაგალითად თავს დაესხმება ვინმეს, ან დაიწყებს ჰორმუზის სრუტეში გემების გავღაზე გადასახადის დაწესებას. მის წინააღმდეგ უნდა ამოქმედდეს მკაფიოდ განსაზღვრული სანქციური მექანიზმი. არა აშშ-ის დონეზე, არამედ გაეროს უშიშროების საბჭოს დონეზე. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ემირატები ამბობენ, რომ დონალდ ტრამპის შეთანხმებას ფასი არ ექნება. თუ აშშ-ში არ დათანხმდება ემირატების ასეთ მოთხოვნებს, ისინი მზად არიან დაიწყონ მოქმედება ირანის წინააღმდეგ ვაშინგტონის მონაწილეობის გარეშე. გარდა ამისა, გაერთიანებული არაბეთის ემირატები და რეგიონის სხვა ქვეყნები მოითხოვენ, რომ სამშვიდობო შეთანხმებამ დააფიქსიროს ირანის სარაკეტო პროგრამის განადგურება. გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთის აშშ-ის მოკავშირეები ისურვებდნენ, რომ თეირანმა შეწყვიტოს თავისი პროქსი ძალების დაფინანსება ახლო აღმოსავლეთში, რომელთა შორის არიან ჰამასი, ჰეზბოლა, იემენის ჰუსიტები და ერაყის შიიტური დაჯგუფებები. აქ სხვათა შორის ემთხვევა არაბული ქვეყნების და ისრაელის ინტერესები. ორივე მხარეს სურს, რომ ირანმა შეწყვიტოს ამ ტერორისტული უჯრედების დაფინანსება მთელ რეგიონში. მაგრამ აქ არაბული მონარქიების და ისრაელის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა არა იმიტომ, რომ არაბებს ძალიან შეუყვარდათ ისრაელი. არა, უბრალოდ გახდა ცნობილი, რომ ომის ფონზე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსმა ერაყში შექმნა სპეციალური ფარული უჯრედები არაბული ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმებისთვის. და ეს არაბული ქვეყნები ითხოვენ დიმათ თორძოგსგან, რომ მან მიაღწიოს იმას, რომ ირანმა ეს არ გააკეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამბობენ: ნახეთ, ეხლა ჩვენ მათ მივცემთ საინვესტიციო ფონდს და ეს ფული არ დაიხარჯება ეკონომიკის აღდგენაზე, არამედ ეს ფული დაიხარჯება მათ იარაღს. პლუს ამ ფულით დაფინანსდება ეს ფარული უჯრედები, რომლებიც შემდეგ შეუტევენ როგორც არაბულ მონარქიებს, ასევე ისრაელს. ასევე იუწყებიან, რომ ზოგიერთი არაბი ლიდერი შეშფოთებულია მემორანდუმის იმ პუნქტით, რომელიც ითვალისწინებს სწორედ ამ რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური ფონდის შექმნას ირანისთვის 300 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომელიც უნდა მოხმარდეს ირანის აღდგენას ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ. და აი ემირატებში ამბობენ: გაჩერდით, მოისმინეთ. ანუ ჩვენ ვაგროვებთ ფულს და ხაზგასმით ვამბობ, სწორედ ამ ფონდში იქნება თანხების შეგროვება. ჩვენ ვაგროვებთ ფულს, რომ ირანი აღვადგინოთ, მაგრამ ჩვენ ვინ აღვადგენს? ჩვენზეც ხომ იყო დარტყმები. გაგახსენებთ ამ კადრებს. დანგრეული აეროპორტები, მაგალითად სუბტიტრებში დარტყმები დიმათ თორძოგზე, ჩვეულებრივი და ასე შემდეგ. და აი როგორც არაბული ქვეყნები თვლიან, ამ საინვესტიციო ფონდის რესურსები შეიძლება ირანელებმა გამოიყენონ სამხედრო ძალის გასაზრდელად. მაგრამ მეორე მხრივ, ხომ არ უნდა ირანს გადაიხადოს მეზობელ ქვეყნებში მიყენებული ნგრევისთვის. ხომ ადვილია კომპენსაციის მოთხოვნა, მაგრამ თავად არაფერზე არ გინდა პასუხისგება. შედეგად ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში დღეს გაიმართა სახელმწიფოების საბჭოს სხდომა, სადაც მარკ რუბიო ამტკიცებდა რეგიონის მთავარ ქვეყნებს, რომ ტრამპის შეთანხმება მათთვისაც მომგებიანი. და აი არაბულმა სახელმწიფოებმა შეძლეს თავიანთი პირობების გატანა. და აი არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრის საბოლოო განცხადებაში დაფიქსირდა შემდეგი პუნქტები. შემდეგ ჩამოვთვლი მათ და თანავე გავაანალიზებ თითოეულს. მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ირანთან მოლაპარაკებებში ერთობის შენარჩუნების აუცილებლობა. არ დაუშვან ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა ან მოპოვება. მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბრძელვადიანი მშვიდობა მოითხოვს სხვა საკითხების გადაწყვეტასაც, მათ შორის ირანის ბალისტიკური რაკეტების, უპილოტო აპარატებისა და რეგიონში პროქსი ჯგუფების პროგრამებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაბულმა მონარქიებმა ფაქტობრივად დაადასტურეს ეს მომენტი. ეს ისაა, რასაც ისრაელი ცდილობდა მიეღწია. მაგრამ რაც დონალდ ტრამპმა სრულიად გამოტოვა ურთიერთგაგების მემორანდუმში,
სუბტიტრები გავაგრძელოთ. მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს არმუდის სრუტის გახსნის მნიშვნელობა. თუმცა უარყვეს ნებისმიერი გადასახადი, მოსაკრებელი ან სრუტეზე კონტროლის დაწესების მცდელობა. ეს ისაა, რასაც ახლა ირანი ომანთან ერთად ცდილობს განახორციელოს. მაგრამ სხვათა შორის ომანმა ამ სხდომაზე განაცხადა, რომ არა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საერთაშორისო წყლებია. ჩვენ მაგალითად არ გვინდა იქ რაიმე მოსაკრებელი დავაწესოთ. მაგრამ ომანი ძალიან ცბიერობს. გავხსენეთ, რომ დასაწყისში აშშ-სა და ისრაელის სუბტიტრებში ირანის წინააღმდეგ ომანი თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების ორბიტაში იყო, მაგრამ შემდეგ დაიწყო თავისი ცალკე ინტრიგები და თეირანთან მოლაპარაკებები. და დიმატორ ზოგი. ომანი თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების ორბიტაში იყო, მაგრამ შემდეგ დაიწყო თავისი ცალკე ინტრიგები და მოლაპარაკებები თეირანთან ერთად. ახლა კი ირანელები და ომანელები თავიანთ ცალკე თამაშს თამაშობენ. გავაგრძელოთ. მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ირანთან ნებისმიერი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობა პირობითია და შეიძლება გაუქმდეს. ეს პუნქტი ეხება იმ საინვესტიციო ფონდს, რომლის მოცულობა 300 მილიარდი დოლარია. და არაბებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ თუ ირანი დაიწყებს თავის გამოხდომებს, იქ არც ერთი თეთრი არ ჩაიდება. მაშ, გავაგრძელოთ. რას ამბობენ ისინი? ეს საინვესტიციო ურთიერთობები დამოკიდებულია იმაზე, რომ ირანმა დაიცვას მემორანდუმის და საბოლოო შეთანხმების პირობები, შეწყვიტოს თავისი დესტაბილიზაციური საქმიანობა და შექმნას ის პირობები, რაც აუცილებელია ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. მინისტრებმა შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას სირიის მთავრობასთან და დაეხმარებიან მას ძირითადი ამოცანების გადაწყვეტაში, როგორიცაა ტერორიზმთან ბრძოლა. საბაზისო მომსახურებების აღდგენა, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და პირობების შექმნა ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ნებაყოფლობითი დაბრუნებისთვის. სირიის შესახებ აქ საერთოდ ცალკე ისტორია, რადგან ახლა ყველაფერი ისევ ვითარდება, რომ სწორედ სირიის ხელისუფლების მხრებზე გადადის ჰიზბალას პრობლემის გადაწყვეტის საკითხი. მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. მინისტრებმა დაადასტურეს თავიანთი სრული ერთგულება ლიბანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამ კონტექსტში მათ მიესალმნენ ისრაელსა და ლიბანს შორის მიმდინარე ორმხრივ მოლაპარაკებებს, რომლებიც აშშ-ის შუამავლობით ტარდება და მიზნად ისახავს ორი ქვეყნის შორის გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმებისა და უსაფრთხოების შეთანხმების პირობების შექმნას. მინისტრებმა მოუწოდეს ლიბანში ყველა პროქსი ჯგუფის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჰიზბალას სრული განიარაღებისკენ და ლიბანის სახელმწიფოს ძალის გამოყენების მონოპოლიის აღდგენისკენ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია, რადგან ის ხაზს უსვამს, რომ მთელი რეგიონი სრულად უჭერს მხარს ისრაელის იდეას, რადგან ისრაელი ამბობს, რომ არ მოусმენს ჰიზბალას და ამ პროქსი ჯგუფებს, არამედ უბრალოდ ლიბანის არმია იქნება. ასე რომ პრობლემები არ იქნება, ჩვენ ერთმანეთთან არ ვიომებთ. და ისრაელი პირდაპირ ამბობს, რომ ლიბანთან როგორც სახელმწიფოსთან კითხვები არ გვაქვს. ლიბანელ ხალხთან კითხვები საერთოდ არ გვაქვს. ლიბანის ხელისუფლებასთან გვაქვს ერთი კითხვა. მოაშორეთ ჰიზბალა და მაშინ კითხვები აღარ იქნება. გავაგრძელოთ. მინისტრებმა, იგულისხმება სპარსეთის ხულის ქვეყნების მინისტრები, დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა დონალდ ტრამპის კომპლექსურისური გეგმის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს ღაზის სექტორში კონფლიქტის შეწყვეტას. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ-ში დასავლეთ სანაპიროს ანექსიას ეწინააღმდეგება. და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ღაზის აღდგემის და პალესტინის ადმინისტრაციის რეფორმების პროგრესი შექმნის პირობებს პალესტინელთა თვით გამორკვევისა და სახელმწიფოებრიობისაკენ საიმედო გზის ჩამოყალიბებისთვის. Рассчитан на очень долгую перспективу. ეს ძალიან გრძელვადიანი პერსპექტივა. მინისტრებმა დაადასტურეს, რომ არავინ იქნება იძულებული დატოვოს ღაზა, ხოლო ისინი, ვისაც წასვლა სურს, თავისუფლად შეძლებენ დაბრუნებას. ფაქტობრივად, ძალიან ბევრი პუნქტი ემთხვევა იმას, რასაც ისრაელი ელოდება. მაგალითად, ყველა ქვეყანა მოითხოვს განიარაღდეს და შეწყდეს ირანის ტერორისტული უჯრედების, როგორიცაა ჰიზბალა, ჰამასი, იემენის ჰუსიტები და შიიტური დაჯგუფებები ერაყში დაფინანსება. დაიდრეს ისრაელში დაუშვეს ჯარების გაყვანა ლიბანიდან, თუ ჰიზბალა მართლაც დაიშლება და განიარაღდება. მაგრამ წინასწარ გეტყვით, რომ ლიბანის ისტორია ბევრად უფრო საინტერესოა. ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი ახლა სირიას ამზადებენ ლიბანის პრობლემის გადასაჭრელად. მაგალითად, სირიის შეიარაღებული ძალები ნელ-ნელა ლიბანის საზღვართან იყრიან თავს, ხოლო თვითონ საზღვარზე მოულოდნელად დაიწყეს ნაღმიანი ველების მოხსნა. კაცმა იფიქრა, რისთვის? მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სწორედ სირია შეძლებს ჰეზბოლას პრობლემის გადაწყვეტას ლიბანში, ხოლო ისრაელი შეიძლება დაბრუნდეს თავის ტერიტორიაზე. და წინადრეს ტრამპი ისევ შეხვდა აშარს, სირიის პრეზიდენტს. მაგრამ ამაზე უკვე როცა რამე დადასტურდება, ვისაუბრებთ.
დაუბრუნდეთ სპარსეთის ყურის ქვეყნებს. როგორც ჩანს, კატარი ხდება ერთ-ერთი მთავარი ძალა რეგიონში. კატარის პრემიერ-მინისტრმა შეიხმა მოჰამედ ბინ აბდულ რაჰმან ალ-თანიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთს სჭირდება კოლექტიური უსაფრთხოების ახალი სისტემა, რომელიც ირანსაც მოიცავს. შემდეგ ციტატა. იმაში, რასაც ახლა ვაკეთებთ როგორც რეგიონის ქვეყნები, ერთ-ერთი მთავარი მიზანია რეგიონული უსაფრთხოების სისტემის შექმნა ჩვენსა და ირანს შორის. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ეს მიგვიყვანს ეკონომიკურ თანამშრომლობამდე ჩვენს შორის, რათა რეგიონის სტაბილურობას დაუბრუნდეს. ანუ ფაქტობრივად კატარმა დაიწყო მოლაპარაკებები ირანის საერთო უსაფრთხოების სისტემაში ჩართვის მიზნით, მაგრამ როგორ სურს დოხას ამის მიღწევა, ჯერჯერობით გაურკვეველი. თუმცა ინტერნეტში უკვე რამდენიმე დრეა ვრცელდება ეს ფოტო და ეს ფოტო გვაფიქრებს იმაზე, ვინ უბიძგა სინამდვილეში შეერთებულ შტატებს ირანთან ღია ომისკენ. ამ ფოტოზე გამოსახულია ამერიკული ხელისუფლების იერარქიაში მეორე პირი, ანუ ევროპულშიც. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი JJD Vance წერს ურთიერთგაგების მემორანდუმს ირანთან, ფაქტობრივად კატარის პრემიერ-მინისტრის, სწორედ ამ ალ-თანის კარნახით. დიახ, ფოტოზე სწორედ ის ალ-თანია, რომელიც ეხლა რეგიონში ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის დაპირებას იძლევა, რომელიც ირანსაც მოიცავს. სხვათა შორის, ალ-თანიმ ძალიან კარგად აღწერა თავისი დამოკიდებულება მიმდინარე სიტუაციის მიმართ, როდესაც კომენტარს აკეთებდა ამ ინვესტიციური ფონდის თემაზე, რომელიც ირანისთვის $300 მილიარდ ითვალისწინებს. მან პირდაპირ განაცხადა, ციტატა: $300 მილიარდი ციფრი, რომელიც ირანისთვის განკუთვნილი სავარაუდო საინვესტიციო ფონდისთვის არის დაგეგმილი, მხოლოდ ამბიციური. მაგრამ ჩვენი მიზანია ირანის კეთილდღეობა და მისი ეკონომიკის ზრდა და ჩვენი ინვესტიციები ყოველთვის ეფუძნებოდა და მომავალშიც დაეფუძნება მხოლოდ კომერციულ გადაწყვეტილებებს. ანუ ეს არის მაქსიმალურად პრაგმატული მიდგომა. ჩვენ ვამბობთ, თუ შევძლებთ მათთან შეთანხმებას, ვაჭრობას, ეკონომიკის განვითარებას და პლუს რეგიონში უსაფრთხოებაც იქნება, ეს საერთოდ შესანიშნავია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ირანი ჩვენს ორბიტაში იყოს. ამავე დროს არენაზე მაინც გამოდის თურქეთი. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საბოლოოდ აპირებს დაამტკიცოს თურქეთისთვის ათეულობით რეაქტიული ძრავის გაყიდვა, რომლის ღირებულებაც $100 მილიონ შეადგენს. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ზოგიერთი წევრის წინააღმდეგობის მიუხედავად. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს 4 წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც სიტუაციას იცნობენ. ეს გარიგება ანკარისადმი ჟესტი იქნება ნატოს სამიტის წინ, რომელიც უკვე მომავალ თვეში თურქეთის დედაქალაქში გაიმართება. ასე რომ General Electric-ის წარმოების ძრავები განკუთვნილია პირველი თურქული გამანადგურებლისთვის, რომელიც საკუთარი დიზაინით შეიქმნა და ქაანს ეწოდება. პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო ანკარის ძალისხმევის ფარგლებში, თავდაცვის სფეროში დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. ერთი წყაროს ინფორმაციით, პაკეტის ღირებულება $700 მილიონ მეტია. და სინამდვილეში ამ ძრავების გაყიდვა დიდი გარღვევა იქნება. აღინიშნება, რომ ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობები ტრამპის პერიოდში მთლიანობაში თბილი რჩება. თუმცა მათ ჩდილს აყენებს ხანგრძლივი დავა თურქეთის F-35-ის პროგრამიდან გამორიცხვისა და სანქციების დაწესების შესახებ, მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსული კომპლექტუიში შეიძინა. ეს სანქციები დაკავშირებულია S-400-თან, რომელსაც აშშ თავის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს. და თუ გახსოვთ, ეს ძალიან ძველი ისტორია. ამერიკელები პირდაპირ ეუბნებოდნენ თურქეთს, რომ თითქოს უარი თქვით ამ C-400-ზე და მაშინ მიიღებთ მონაწილეობას F-35-ის პროგრამაში, მათ შორის ამ თვითმფრინავების წარმოებაში. თორემ ძალიან უცნაურია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე იქნება როგორც უახლესი ამერიკული გამანადგურებელი F-35, ასევე C-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ანუ რუსეთიდან პირდაპირ მტრისკა. აი და რეჯეპ თაიფ ერდოღანი დიდხანს ეწინააღმდეგებოდა ამას. და აი რეჯეპ თაიფ ერდოღანი დიდხანს ეწინააღმდეგებოდა ამას. ძრავების F-35-ის პროგრამისა და ანკარაში ნატოს სამიტის გეგმებზე პასუხის გაცემისას ტრამპმა თქვა: ალბათ რაღაცას გავაკეთებ, რაც მათ ძალიან გაახარებს. და აი წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დემოკრატების უმსხვილესი ფრაქციის წარმომადგენელმა გრეგორი მიქსმა ნიუ-იორკის შტატიდან ეს გარიგება არ დაამტკიცა. არაფორმალური მიმოხილვის ფარგლებში მან ტრამპის ადმინისტრაცია დაადანაშაულა იმაში, რომ არ გააკეთეს კეთილსინდისიერი მცდელობა კონგრესისთვის გაეცნოთ გაყიდვის შედეგებები ორმხრივი ურთიერთობებისთვის და S-400-ის თემისთვის.
მანამდე აშშ-ის ელჩმა თურქეთში თომ ბარაქმა განაცხადა, რომ ანკარა ემზადება უარი თქვას რუსულ S-400-ზე, ფაქტობრივად დაჭრას ისინი ჯართად და გადააგდოს. იმისთვის რომ გაიხსნას გზა F-25-ის შესაძენად. და რომ ეს საკითხები შეიძლება გადაწყდეს უახლოესი 4-დან 6 თვის განმავლობაში. თუ თურქეთი ამას მართლაც გააკეთებს, მიიღებს F-25-ის ასევე ძრავებს თავის უახლეს გამანადგურებლებზე. მაშინ უკვე თურქეთი წამოაყენებს თავის პრეტენზიებს ლიდერობაზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ამიტომ რეჯეფ თაიფ ერდოღანს აქვს ყველა შანსი, რომ კატართან ერთად იბრძოლოს პირველობისა და ლიდერობისთვის რეგიონში. მაგრამ გამოშვების დასასრულს მინდა აღვნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც სწორედ ირანის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას ეხება. მაგალითად, ეხლა ბევრი ექსპერტი აცხადებს, რომ ძალიან და ძალიან რთული იქნება ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ამ კვანძის გახსნა. თუნდაც თეგერანმა მიიღოს მილიარდობით დოლარის სარგებელი აშშ-ის მიერ გამოცხადებული 60 დღიანი სანქციების შემსუბუქების შედეგად, სრულად და სწრაფად ვერ მოხერხდება 80 წელზე მეტი მოქმედი სანქციების რეჟიმის გაუქმება. ამ სანქციებთან ძალიან ბევრი იურიდიული, პოლიტიკური და კომერციული ასპექტია დაკავშირებული. და მთავარი კითხვა ისაა, უზრუნველყოფს თუ არა აშშ-სა და ირანს შორის ჩარჩო შეთანხმება მდგრად ეკონომიკურ ეფექტს, თუ გავითვალისწინებთ სანქციების რეჟიმის გაუქმების სირთულეს, რომელიც მოიცავს ამერიკულ კანონმდებლობას, გაეროს უშიშროების საბჭოს დონეზე საერთაშორისო ზომებს და კერძო სექტორისთვის არსებულ რისკებს. უბრალოდ აღნიშნავ, რომ 1979 წლიდან, როდესაც თეირანში ისლამური რეჟიმი დამყარდა, გაერთიანებული ერები, შეერთებული შტატები და ევროპული კავშირი აწესებდნენ სავაჭრო ემბარგოს. კინავდნენ ირანის ანგარიშებს, იყენებდნენ სხვა შეზღუდვით ზომებს იმისათვის, რომ თეირანს შეეჩერებინა ბირთვული პროგრამა, ადამიანის უფლებების დარღვევა და რეგიონული შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერა. მათ შორის ჰამასი, ჰეზბოლა, იემენელი ჰუსიტები და ერაყელი შიიტები. და ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, რომელიც შედგება 14 პუნქტისგან და რომელიც დონალდ ტრამპის წინამორბედმა მოაწერა ხელი, ვაშინგტონმა უნდა დაიწყოს ყველა ამ სანქციის გაუქმება, რომლებიც, შეგახსენებთ, დაწესდა 1969 წლიდან. ახლა კი ტრამპს აქვს 60 დღე, ანუ 21 აგვისტომდე, რომ ეს სანქციები გააუქმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება. და აი დარჩენილი სანქციების გაუქმება, თუნდაც ეს მოხდეს, ნიშნავს მნიშვნელოვან ცვლილებას აშშ-ის პოლიტიკაში ახლო აღმოსავლეთში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიზნად ისახავდა ირანის გავლენის შეკავებას და აიათოლების რეჟიმის ფინანსურ დახრჩობას. ეს პროცესი ძალიან რთული იქნება, რადგან სანქციების ნაწილის გასაუქმებლად საჭიროა აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილება. სხვა სანქციების გასაუქმებლად საჭირო იქნება აშშ-ის კონგრესის ნებართვა. გარდა ამისა, საჭირო იქნება მჭიდრო კოორდინაცია გაეროსთან და იმ ქვეყნებთან, რომლებმაც საკუთარი სანქციები დააწესეს. მაგალითად, ევროკავშირი უკვე ამბობს: აიათოლა მოусმინე, შენ ძალიან გვაწყენინე, შეურაცხყოფა მოგვაყენე. აი ესე, ჩვენ გვაქვს ცალკეული სანქციები, რომლებიც ირანის წინააღმდეგ დავაწესეთ. დაუკვირდებით და კიდევ ვიფიქრებთ, მზად ვარ თუ არა მათი მოხსნისთვის. შენ რა თქმა უნდა კარგი ხარ, უკვე დაპირდი ირანს სანქციების მოხსნას, მაგრამ მოუხსნით კი მათ. სულაც არაა გარკვეული. მაგალითად, მომავალში ირანი კვლავ დაუკავშირდება SWIFT-ის სისტემას? ეს ძალიან დიდი კითხვაა. შეგახსენებ, რომ SWIFT-ის მთავარი ოფისი ევროპაშია. და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე SWIFT-თან ხელახლა დაკავშირება არასდროს მოხდება. ანუ როგორც ხედავთ, ეს სანქციების ძალიან ჩახვართული გორგალია. და აქ საუბარია არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ბრძანებებზე, არამედ სანქციებზე, რომლებიც შემოიღეს არა მხოლოდ აშშ-მა, არა მხოლოდ კონგრესმა, არა მხოლოდ კანონმდებლებმა, არამედ ასევე გაეროს დონეზე, ევროკავშირის დონეზე და კიდევ ცალკეული კომპანიების დონეზეც კი. ეხლა მათ უნდა აუხსნათ, რომ შეგიძლიათ დაბრუნდეთ ირანის ბაზარზე, ან ირანს შეუძლიათ თქვენთან თანამშრომლობა. მზად არიან კომპანიები ამ ყველაფერზე წავიდნენ, დაბრუნდნენ ირანის ბაზარზე, ან ირანს შეეძლოს თქვენთან თანამშრომლობა. მზად არიან კომპანიები ამ ყველაფერზე წავიდნენ. Здесь поставлю много... აქ მრავალ წერტილს დავტოვებ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავითვლეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატით ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბუმულებითა და რეკვიზიტებით. სულ ეს იყო. იზრუნეთ, ჩუთართუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.